მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე შევეცდები რომ ამ ვიდეოში აგიხსნათ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ სწავლებაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკითხი ბოლო პერიოდში და ამას გავაკეთებ Gemini-ის მაგალითზე, გამოვიყენებ Google Gemini-ის. კონკრეტულად კი მოგაწვდით 5 ასეთ კონკრეტულ რჩევას, რაშიც ვფიქრობ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად, როდესაც საქმე ეხება სწავლებას. პირველი ეს არის დოკუმენტის ანალიზი, საკმაოდ ისეთი მარტივი და ძალიან აქტუალური საკითხი, რაშიც შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ. ზოგადად შეგვიძლია რომ Gemini-ს აუტვირთოთ ნებისმიერი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის გარშემო კითხვები დავუსვათ, მარტივი კითხვები რაღაც თემატიკაზე და შემდეგ, თუმცა დღეს ვეცდები რომ ოდნავ უფრო რთული საკითხი გაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია კონკრეტული დოკუმენტის საფუძველზე მოვამზადებინოთ მაგალითად რაღაც სასწავლო მასალა. მაგალითად აღებული მაქვს ამ შემთხვევაში ასეთი წიგნი, ეს არის ბიოლოგიის საფუძვლების წიგნი, არის საკმაოდ დიდი, 400-500 გვერდების რაოდენობა და ჩვენ შევეცდებით რომ ამ დოკუმენტის ანალიზი გავაკეთებინოთ Gemini-ს. როგორც დაინახეთ, მარტივად მოვკიდე ხელი დოკუმენტს, აუტვირთე, შეგვიძლია პლუს ხილაკიდანაც აუტვირთოთ, რა თქმა უნდა, იგივე დოკუმენტი და ახლა ვიწყებ მთავარ საკითხს. წერ ბრძანებას, იგივე პრომპტს. ბრძანება შეგვიძლია იყოს ასეთი, მაქსიმალურად კონკრეტული, მაგალითად ასე, შენ ხარ ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელმაც უნდა გაანალიზოს აღნიშნული დოკუმენტი და მოამზადოს კონკრეტული თემატიკის სასწავლო მასალა. ამ შემთხვევაში გაანალიზე ეს დოკუმენტი და ქართულ ენაზე მომაწოდე სასწავლო საკითხავი მასალა მეხუთე კლასის ბავშვებისთვის თემაზე, მაგალითად ავიღოთ ფოტოსინთეზი. ამ შემთხვევაში მე, როგორც გვეკითხარით, გამოვიყენებ უფრო ერთ-ერთ საინტერესო ფუნქციას ხელოვნური ინტელექტის, ასე შეგვიძლია მივწეროთ და ის პასუხს რა თქმა უნდა გაგცემს. თუმცა თუ დააკვირდებით, ზემოთ ჩართული მაქვს Pro მოდელი, პირველი ნაბიჯი ეს არის, ნახეთ, ზედა ნაწილი არის სწრაფი მოდელი, რომელიც ნაკლებად შედეგიან პასუხებს გვაძლევს და შეიძლება ნაკლებად მოგვეწონოს. Pro მოდელი უფრო დიდხანს ფიქრობს, მაგრამ უკეთეს შედეგს გვაძლევს. პირველი ნაბიჯი ეს, რასაც მე ვიყენებ ხოლმე აქტიურად დოკუმენტების ანალიზის დროს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს არის, ნახეთ, ქვემოთ tool-ში, ან შეიძლება გაშლილად ეწეროს თქვენთან, არის ასეთი ღრმა ძებნა, ნახეთ, პატარა დედამიწა ახატია, ინგლისურად deep research-ი ეწოდება ამ ფუნქციას. აღნიშნულ ფუნქციას რომ მოვნიშნავთ, Gemini უფრო დეტალურად შეისწავლის მხოლოდ ამ დოკუმენტს და ამ დოკუმენტის საფუძველზე მომაწოდებს შესაბამის სასწავლო მასალას. იმას, რასაც ვთხოვ, ამ შემთხვევაში სასწავლო მასალა ვთხოვე მე. მე ახლა გავუშვებ ამას და გაჩვენებთ შედეგს. როგორც ხედავთ, ამოგვიგდო შუალედური ნაბიჯი ხელოვნურმა ინტელექტმა, რასაც ეწოდება კვლევის გეგმა. აღნიშნული კვლევის გეგმა გვიჩვენებს თუ რა ეტაპებს გაივლის ხელოვნური ინტელექტი, სანამ ჩვენ ღრმა კვლევის შედეგს მოგვაწვდის. ეს შუალედური შედეგი ვარდება ხოლმე მხოლოდ ღრმა ძებნის შემთხვევაში, თუ deep research ჩავურთავთ ღრმა კვლევის შემთხვევაში. თუ აღნიშნული კვლევის გეგმა არ მოგწონს, ის შეგვიძლია შევცვალოთ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ის მისაღებია და ვაწვევით
ძებნის, კვლევის დაწყებას. ამას გარკვეული პერიოდი ჭირდება, რამდენიმე წუთი შეიძლება დაჭირდეს, 5-დან 10 წუთამდე, შეიძლება მეტიც, არ ვიცი, გააჩნია რამდენად ბევრი დოკუმენტია, რამდენად რთული კვლევაა ამ შემთხვევაში და თითოეულ შემთხვევაში კონკრეტული დრო ექნება ამას. ახლა დავიწყებთ research-ს და როდესაც დასრულება დაგიბრუნდებით. კვლევის პროცესი დასრულდა, თქვენ ეს ყველაფერი აჩქარებულ რეჟიმში ნახეთ, ამას რამდენიმე წუთი დაჭირდა და მივიღეთ შედეგი. შედეგს როგორც ხედავთ, გვერდით პატარა ფანჯარაში გამოგვიტანა, ამას ქვია კანოა, ანუ სამუშაო სივრცე, სადაც მოგვაწოდა ქართულ ენაზე მცენარეების საიდუმლო რეცეპტი, ფოტოსინთეზი. როგორც ხედავთ, ტერმინოლოგია უკვე თავიდანვე ეტყობა, რომ არის შედარებით დაბალი კლასებისთვის, მეხუთე კლასისთვის და იწყება ძალიან ისე შესაბამისი ტერმინოლოგიით. წარმოიდგინეთ ზარეული, რომელსაც შეუძლია უგემრიელესი საჭმლის მომზადება, მხოლოდ აი ამ შედარებებით იწყებს. ისე როგორც შეეფერება მეხუთე კლასის ბავშვებს. არ არის ძალიან დიდი, თუმცა გეტყვით, რომ ამ ფუნქციას შეუძლია ძალიან დიდი დოკუმენტების დაგენერირება, 30 გვერდი, 20 გვერდი არ იქნება პრობლემა, უბრალოდ რადგან ჩვენ მივუთითეთ, რომ მეხუთე კლასისთვის გვინდოდა, შედეგებით შესაბამისად მოკლია, რომ მათ მეხუთე კლასის ბავშვებმა საკითხვა შეძლო. ასევე შიგნით ცხრილი ჩართო, ნაწილებად დაყო, ქვესათაურები მისცა და წყაროდ მიუთითა ის კონკრეტული წყარო, რაც ჩვენ აუტვირთეთ კონკრეტული დოკუმენტი. როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ? ეს შეგვიძლია პირდაპირ, ნახეთ, ზემოთ აქვს ექსპორტის ფუნქცია და გადავიტანოთ დოკში, Google Docs-ში, რომელშიც ამ პირდაპირ აქ გამოვიყენებთ, შევცვლით, რა ვიცი, თუ რამე გჭირდება რომ შევცვალოთ, ანუ თუ მაინც Google Docs-ში მუშაობა არ გვიყვარს, შეგვიძლია ფაილიდან პირდაპირ ჩამოვტვირთოთ შესაბამის ფორმატში, ან PDF-ad, ან Microsoft Word-ad, არ ვიცი, როგორც ჩვენთვის მოსახერხებელი იქნება. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტი არის სულ რაღაც 4 გვერდი. ანუ შესაბამისი იმ ბრძანებასთან, რაც ჩვენ მივეცით. მეორე ეს არის კვიზის შექმნა. კვიზის შექმნისთვის გამოვიყენოთ Gemini-ის კანოას ფუნქცია. ის შეგვეძლო იგივე ჩატშიც გავგრძელებინა, მაგრამ მოდი თავიდან გავიაროთ ეს ეტაპი და ამ შემთხვევაში მოდი ჩავხტოთ სწრაფი მოდელი, რომელიც ნაკლებად კარგ შედეგს შეიძლება გვაძლევდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სწრაფისთვის ძალიან კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ. ჩავხტოთ ქვემოთ კანოასი, ნახეთ ასეთი ფუნქცია აქვს Gemini-ის და მივწეროთ თუ რის შესახებ გვინდა კვიზი, ოღონდ ამ შემთხვევაში მოდი უბრალოდ ჯერ ტექსტი გავაკეთებინოთ და ამისთვის მოდი იგივე ბრძანება გამოვიყენოთ, რაც წინაზე, უბრალოდ დოკუმენტი არ გვექნება ამ შემთხვევაში და ეგ ნაწილები შეგვიძლია ბრძანებიდან წაუშალოთ. შენ ხარ ბიოლოგიის მასწავლებელი 20 წლიანი გამოცდილებით, რომელმაც უნდა ეს აღარ გვინდა მოამზადოს კონკრეტული თემატიკის სასწავლო მასალა. ამ შემთხვევაში ქართულ ენაზე მომაწოდე სასწავლო საკითხავი მასალა მეხუთე კლასის ბავშვებისთვის თემაზე ფოტოსინთეზი. უბრალოდ ეს AI-ში გავუშვათ, ანუ არაფერი დოკუმენტი არ გვაქვს მიწოდებული, შეგახსენებთ, არც არანაირ წყაროს არ იყენებს, თვითონ აგენერირებს უბრალოდ და ასეთი სწრაფი დოკუმენტი დაგვიგენერირებს. სხვათა შორის საკმაოდ კარგი და თუ დავაკვირდებით, რაღაც ფოტოც გამოიყენა ამ შემთხვევაში, რასაც არ ველოდი მე პირადად. Google-დან წამოიღო ფოტო და ჩასვა სასწავლო მასალაში. მოდი ახლა ამ თემის მიხედვით შევქმნათ კვიზი. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კანვას ზემოთ ასეთი create შექმნის ღილაკი და შექმნის ღილაკის ჩამონათვალში ვიპოვოთ კვიზი. დავაწყაბებთ quiz და დაველოდებით.
როგორც ხედავთ, შედეგი უკვე მზად არის, ამას ძალიან დიდი ხანი არ ჭირდება. 10 კითხვიანი კვიზი დაგვიგენერირა ჩვენმა Gemini და შეგვიძლია აღნიშნული კვიზი გავაზიაროთ, მათ შორის ბავშვებს გაუზიაროთ, ნახეთ, აქ გაზიარების ხილაკი აქვს. შეიქმნება პატარა ლინკი, რომელსაც დავაკოპირებთ და გავხსნით გვერდით ფანჯარაში. თუ ვერ დაინახეთ, აქ გაზიარების ხილაკი, შემდეგ თვითონვე იქნება და აქ გვერდით აქვს დაკოპირება, ან მოვნიშნავთ და ისე დავაკოპირებთ. როგორც ხედავთ, გაიხსნება ახლა პატარა კვიზის ფანჯარა, რომელიც შეუძლია რომ მასწავლებელმა გამოიყენოს მოსწავლეებთან და გავიაროთ ეს კვიზი და ვნახოთ რამდენად კარგ შედეგს მივიღებთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უბრალოდ დემონსტრაციულად მოვნიშნავ რამდენიმე ვარიანტს. თუ დააკვირდებით, თუ ბავშვი ვერ ხვდება, ასეთი ფუნქცია აქვს Gemini-ის რაღაცას, ქვემოთ აქვს მინიშნება და ეს მინიშნება ეხმარება ბავშვს, რომ უკეთ გასცეს პასუხი შესაბამის კითხვაზე. მოდი გავყვეთ. როგორც ხედავთ, იმის და მიუხედავად რომ შემთხვევითობის პრინციპით ნიშნავდი ძირითად ნაწილებს, 5 ფულა მაინც ავიღე. შედეგს უჩვენებს ბავშვს შესაბამისად, რამდენი ქონდა სწორი, რამდენი არასწორი, რამდენი გამოტოვა, ერთ-ერთი კითხვა გამოტოვეთ და შეგვიძლია გადავხედოთ ქვის რა შეგვეშალა, რა იყო სწორი, პატარა ახსნებსაც უწერს ხოლმე, შესაბამისად თუ არასწორად დავწერ, ან თუ სწორადად დავწერ, მაშინაც რომ უკეთ მიიღოს ინფორმაცია ბავშვმა შესაბამისი ქვიზიდან. კი ბატონო. შემდეგი რაც მინდა აგიხსნათ, ეს არის სასწავლო მასალის შექმნა. მოდით ამ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ არანაირი ფაილი, მივანდოთ Gemini-ის სრულად ინფორმაციის მოძიება, ოღონდ შესაბამისი წყაროებიდან და შევაქმნევინოთ სასწავლო მასალას კონკრეტული თემატიკის მიხედვით. მაგალითისათვის ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი რაღაც. შენ ხარ ისტორიის მასწავლებელი, დიდი გამოცდილებით და შეგიძლია სასწავლო მასალის მომზადება ნებისმიერ თემაზე. მოამზადე სასწავლო მასალა, მოდი ავიღოთ უფრო მაღალი კლასის ბავშვებისთვის, მაგალითად მე-10 კლასის ბავშვებისთვის თემაზე ნაპოლეონის ლაშქრობები. გამოიყენე მხოლოდ სანდო და შესაბამისი წყაროები. ნახეთ, თუ მე ახლა პირდაპირ ამ ბრძანებას გავუშვებ Gemini-ში, ის დააგენერებს რაღაცას, თუმცა წყაროები შეიძლება არ მოგვეწონოს, იმიტომ რომ არც გვეტყვის რომელი წყაროები გამოიყენა. ამ შემთხვევაში მე ისევ გამოვიყენებ ღრმაკვლევის ფუნქციას, უბრალოდ ამ შემთხვევაში არანაირ ფაილს არ ვაბამ, ნახეთ, ჩავრთავ ღრმაკვლევის ფუნქციას და Gemini ინტერნეტში მოიძიებს მასალას ამ კონკრეტული თემატიკის შესახებ, გამოიყენებს მხოლოდ სანდო და შესაბამის წყაროებს და მომაწვდის შესაბამის ანგარიშს. დაუწეროთ, რომ საბოლოო დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, რომ ხანდახან შეიძლება ინგლისურ ენაზე მოგვაწოდოს და ჩვენთვის შეუსაბამო აღმოჩნდეს და შემდეგ რაღაც თარგმნის ბრძანება ცალკე უნდა მივცეთ. ამიტომ ესაც შეგვიძლია დავუკონკრეტოთ. მოდით ახლა გავუშვებ ამ ბრძანებას და აჩქარებულ რეჟიმში თქვენ ნახავთ საბოლოო შედეგს. დასრულდა ჩვენი კვლევის ეტაპი, არ ვიცი რამდენი წუთი დაჭირდა.
ალბათ 10 წუთამდე დაჭირდებოდა, საკმაოდ დიდხანს იკვლევდა, გამოიყენა უამრავი საიტი და მომაწოდა შესაბამისი ანგარიში. მოდი ეს ანგარიში ახლა გადავიყვანოთ პირდაპირ Google Docs-ში და შევხედოთ, რამდენი გვერდია, როგორ არის სტრუქტურირებული და რამდენად კარგი შედეგი მოგცა Gemini-მ. ძალიან მარტივად გადმოდის Google Docs-ში, როგორც წინაზე აღვნიშნეთ, სასწავლო მასალა არის საკმაოდ დიდი ჩანს, რამდენიმე თავად არის დაყოფილი. იწყება შესავალი ნაწილით, ჩვეულებრივად პირველი თავი გენერლის აღზევება კორსიკიდან კონსულობამდე მთელს ისტორიას გვიყვება. ხო, არის საკითხავი სადღაც 10-13 გვერდი სავარაუდოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გასაგებია ის რაღაც კონკრეტული იდეები ამოცემული ბოლოში AI-ის დაგენერირებული, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი? როგორც ხედავდით და არ ვიცი თუ დააკვირდით, ხელოვნური ინტელექტი იყენებდა კონკრეტულ წყაროებს და ეს კონკრეტული წყაროები მოცემულია ქვემოთ. ნახეთ, მოგცე ჩამონათვალი თუ რომელი წყაროები გამოიყენა ხელოვნურმა ინტელექტმა აღნიშნული დოკუმენტის დაგენერირების დროს. წაკითხვით ნამდვილად ვერ წავიკითხავთ, მაგრამ პირველი შეხედვით კარგი წყარო უნდა იყოს სასწავლო მასალისთვის. აქვე მნიშვნელოვანი რა არის, სანამ Google Docs გავაკეთებთ, შეგვიძლია რომ თითოეული ნაწილი, აი ეგ პატარა ჩამოსაშლელი გაჩნდება, ამას თუ ჩამოვშლით, გვიჩვენებს თუ კონკრეტული რაღაცის დასაწერად რა წყარო გამოიყენა და შეგვიძლია შემდეგ ამ წყაროზე გადავიდეთ და იმ კონკრეტულ ვებსაიტზე შევამოწმოთ ესა თუ ის ინფორმაცია, რამდენად სწორია ან ის ვებსაიტი რა წყაროს იყენებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, წყაროების ხარისხი შეგვიძლია რომ უფრო დაუკონკრეტოთ ხოლმე, მაგალითად დავუწეროთ რომ მხოლოდ აკადემიური ჟურნალების სტატიები გამოიყენოს და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ მეოთხე ნაწილზე, რის თქმაც მინდა, ეს არის სასწავლო გეგმის შექმნა. სასწავლო გეგმის შექმნა, მაგალითად საგაკვეთილო პროცესის გეგმა რო შევქმნათ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მთლიანი სასწავლო პროცესისაც გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში შემოვიფარგლოთ საგაკვეთილო პროცესით. და გავაგრძელოთ იგივე ჩატი, რასაც აქ ვიყენებდით, ანუ ნაპოლეონის ლაშქრობის მიმართულებით. გამოვურთავ მე ღრმაძებნას, იმიტომ რომ ღრმაძებნის ფუნქცია აღარ მჭირდება, პირდაპირ ჩატში დაგვიგენერიროს შედეგი და დავაწერინოთ ასეთი რაღაც. ახლა აღნიშნული თემისთვის დამიწერე 45 წუთიანი საგაკვეთილო პროცესის გეგმა, რომელ წუთზე რა მიმართულებით უნდა ვისაუბრო, რა აქტივობები უნდა ჩავსვა და ასე შემდეგ. მოდი ნახოთ, რამდენად კარგ შედეგს მოგცემს ხელოვნური ინტელექტი. როგორც ხედავთ, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩატში გააგრძელა საუბარი და მე-10 კლასის თვის მოგცა 45 წუთიანი საგაკვეთილო პროცესის გეგმა. შეგვიძლია ეს მაგალითად დოკუმენტების მიხედვით მოვამზადებინოთ, რაც წინაზე გავიარეთ, ამ დოკუმენტი აუტვირთოთ და იმის მიხედვით მოვამზადებინოთ. არ ვიცი, ჩვენზე იქნება ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული. გვიჩვენა გაკვეთილის მიზნები, გაკვეთილის მსვლელობა მთლიანი ან საორგანიზაციო ნაწილიო 5 წუთს უნდა მოიცავდეს. ასევე რა თემას რამდენი წუთი უნდა დაუთმოთ სავარაუდოდ. რა აქტივობებიც იქნება აქ რაღაც სავარაუდოდ გათვლის, აი მაგალითად შეფასება და საშინაო დავალება და ასე შემდეგ. თითოეული ნაწილი გაგვიწერა იმ შეზღუდულ დროში, რაც მასწავლებლებს აქვთ ხოლმე გაკვეთილის ჩატარების დროს. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა სასწავლო გეგმაზე და ახლა მინდა გადავიდე უფრო საინტერესო ნაწილზე, ეს არის ბოტის შექმნა. რას გულისხმობს ბოტი? მეხუთე ნაწილზე გადავედით ჩვენი ვიდეოსი და ბოტი არის ერთგვარი პატარა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იყენებს ხელოვნური ინტელექტის სრულ შესაძლებლობებს, რაც გააჩნია დღევანდელ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ერთი კონკრეტული შეზღუდვით. ჩვენ თვითონ ვზღუდავთ ამ კონკრეტულ ბოტს რაღაც კონკრეტულ თემატიკაზე და მას შემდეგ რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ ვიყენებ. Gemini-ში ამ პატარა ბოტებს ეწოდება
gems ასე და შეგვიძლია ვნახოთ, ნახეთ ქვემოთ აქ ჩამოსაშლელი მენიუდან explore gems პატარა ასეთი ნახატი აქვს ძვირფასი თვალის. თუ გადავალთ აქ, ჩვენ ნახავთ უკვე შექმნილ ბოტებს, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა რომ შევქმნათ რაღაც კონკრეტული ბოტი. ამისათვის ვაწვევით ახალი gems შექმნას, სადაც წერთ კონკრეტულ ნაწილებს, name, ანუ სახელი, ამას დავარქვათ bot. ინსტრუქცია, რასაც შემდეგ გავივლით და ცოდნა. ცოდნაში ჩვენ შეგვიძლია აუტვირთოთ ნებისმიერი ფაილი, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ბოტმა გამოიყენოს მომავალში ინფორმაციის დაგენერირების პროცესში. მოდი ახლა ამას პირდაპირ გაჩვენებთ შექმნილ ვარიანტს, იმიტომ რომ ასეთი შექმნილი მაქვს უკვე და ინსტრუქციასაც აგიხსნით, რას გულისხმობს ინსტრუქცია. არ შევინახოთ ეს და გადავიდეთ, ნახეთ, ბიოლოგიის ბოტი ასეთი უკვე შექმნილი მაქვს, ამას დავარედაქტირებ უბრალოდ და გაჩვენებთ, როგორ მაქვს შექმნილი. ატვირთული მაქვს აქ რაღაც ორი ფაილია, თუ სწორად მახსოვს, ხო, ორი ფაილია ბიოლოგიის შესახებ, ქვია ბიოლოგიის ბოტი და აქ გვაქვს გაწერილი ასეთი დეტალური ინსტრუქცია. ინსტრუქცია არის ის ბრძანების ნაწილი, რომელსაც ყოველთვის გამოიყენებს ეს ჩვენი ბოტი, როდესაც რაღაცას ვკითხავთ. აი აქ გვიწერია, რომ შენ ხარ ბიოლოგიის მასწავლებელი 30 წლიანი გამოცდილებით. შენს მეხსიერებაში არის ბიოლოგიის ორი სახელმძღვანელო. შენ გევალება მოთხოვნილ თემატიკაზე, დაწერო საგაკვეთილო პროცესის გეგმა და მისაწოდებელი ინფორმაცია მე-9 კლასის ბავშვებისთვის. შემდეგ არის გაწერილი უფრო დეტალურად ინსტრუქციები, მიზანი და ამოცანები მაქვს გაწერილი, ქცევა და წესები, ინფორმაცია როგორ უნდა მომაწოდოს და შემდეგ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული ინსტრუქციას რამდენად დეტალურს მიაწოდებთ და რაც უფრო დეტალური იქნება ინსტრუქცია, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ, რა თქმა უნდა. მოდი ახლა დავტესტოთ ჩვენი ბიოლოგიის ბოტი, ის ზემოთ შეგვიძლია შემდეგ დავპინოთ, ან აქედანვე გავხსნათ, არ იქნება პრობლემა. აქედან შეგვიძლია პირდაპირ გავხსნათ და გადაგვიყვანს აქ, ან აქ პატარა პინ ასეთი მივაჭიკარტოთ და მიჭიკარტებულები ყოველთვის ზემოთ გვექნება, თუ გჭირდება, რა თქმა უნდა. მოდი ახლა ამ ბიოლოგიის ბოტს ვთქვათ ასეთი რამ, ისევ შევაქმნევინოთ, ან უბრალოდ აქტივობა გავაკეთებინოთ, შემომთავაზე აქტივობების გეგმა, ავიღოთ მე-6 კლასის მოსწავლებისთვის თემაზე სოკოები. ნახოთ რა აქტივობებს შემომთავაზებს, დაგიბრუნდებით, როგორც კი დააგენერირებს პასუხს. ნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ მე იმის მიუხედავად, რომ რაღაც კონკრეტული ბრძანება მივეცი, მან დავუთხარი, რომ მე-6 კლასი ეს სპეციალურად გავაკეთე, მე-6 კლასისთვის შემოეთავაზებინა. მე რადგან უკვე მეხსიერებაში ამ ბოტს გაუწერე, რომ მე-9 კლასისთვის უნდა დააგენერიროს ხოლმე პასუხები, მან მაინც მე-9 კლასისთვის გააკეთა საგაკვეთილო პროცესის გეგმა თან მეუთხარი აქტივობები, თუმცა რადგან მისი ინსტრუქცია შეზღუდულია მხოლოდ საგაკვეთილო გეგმაზე, როგორც გვეკითხა ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მან დააგენერირა საგაკვეთილო გეგმა მე-9 კლასისთვის თემაზე სოკოები და თელის გაკვეთილის პროცესი მომცა. თქვენზე არის დამოკიდებული იგივენაირად, როგორც წინაზე გავიარეთ საგაკვეთილო პროცესის შექმნა. თქვენზე არის დამოკიდებული, როგორ ბოტს ავაწყობთ. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ საგაკვეთილო პროცესის გეგმებისთვის, ან მასალების მოსამზადებლად, როგორც გაჩვენეთ, ინგლისურენოვანი წიგნები მაქვს ატვირთული, ანუ უცხო ენაზე შეგვიძლია წიგნები აუტვირთოთ 10-მდე ფაილი და ამ ფაილებზე შემდეგ რაღაც კონკრეტული სასწავლო გეგმა მასალა დავაგენერირებინოთ ამ კონკრეტულ ბოტს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაილებზე და ყოველთვის როცა დაგჭირდება, ეს თავიდან ფაილების ატვირთვას კი აღარ დავიწყებთ, ამ ბოტს გავხსნით და ამ ბოტს ვესაუბრებით. ძალიან ისეთი გამოსადეგი ხელსაწყოა ეს, მე თუ მკითხავთ და გირჩევთ, რომ აქტიურად გამოიყენოთ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის პროცესში. კი ბატონო, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა ამ მოკლე ვიდეოში. იმედი მაქვს, რომ მცირედით მაინც დაგეხმარეთ და გონებაში მაინც ჩამოგიყალიბდეთ, რაში შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ.
რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები ბევრად დიდია, ვიდრე ეს 5 რჩევა რაღაც კონკრეტული რაც მე მოგეცით, თუმცა ეს 5 რჩევა უბრალოდ ერთმანეთშიც რო დააკომბინიროთ, როგორც ამას მე ვცდილობდი საუბრის პროცესში, ძალიან ბევრ შედეგს მიიღებთ საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა, მე არ ვარ მასწავლებელი და თქვენ შემთხვევაში ეს ვიდეო ძირითადად მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი, ბევრად უკეთ გეცოდინებათ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ Gemini კონკრეტულ საგაკვეთილო პროცესში და ზოგადად სასწავლო პროცესში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს ვიდეო, იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ. თუ ასეა, მოიწონეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ თქვენს კოლეგებს, რომ მათაც ნახონ და სურვილები შეგიძლიათ დააკომენტაროთ ქვემოთ ვიდეოს კომენტარების სექციაში და მაქსიმალურად ვეცდები გავითვალისწინო, ან იქვე გიპასუხოთ, თუ რამე კითხვები გექნებათ, ან თუ საჭირო იქნება რამე დამატებითი ვიდეო ჩავწეროთ, თუ შესაბამისი აქტივობა იყო, რა თქმა უნდა და დაგიბრუნდებით უკვე შემდეგ მომდევნო ვიდეოთი. მადლობა, რომ მიყურეთ.